ისრაელში არჩევნებამდე ჯერ კიდევ 3 თვეზე მეტი დროა დარჩენილი, რომელიც 27 ოქტომბერს დაიმართება. დღეს მემარცხენე დემოკრატების პარტია ატარებს შიდა პარტიულ არჩევნებს. 112,000-ზე მეტი რეგისტრირებული დემოკრატი იყო უფლებამოსილი ხმის მიცემაზე. პარტია შეიქმნა 2024 წელს ლეიბორისტული და მერეცის პარტიების გაერთიანებით. იმ დროს პარტიის ლიდერად აირჩიეს იაირ გოლანი. დღეს ის ოპოზიციური ბლოკის ერთ-ერთი ძირითადი პარტია, რომელიც იმედოვნებს, რომ შეცვლის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. პარტიის თქმით, სია ასახავს ისრაელის საზოგადოების ფართო სპექტრს. ეხლა უახლესი მოვლენებისთვის სტუდიაშია უფროსი კორესპონდენტი უენ ალტმანი და უენ ისრაელში ყველა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს პრაიმერიები. დემოკრატებმა კი ჩაატარეს. შედეგები სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. რა არის უახლესი ინფორმაცია? რას ხვეთყვი? Კაგი ბენიტა, არსებობს სია, არიან გამარჯვებულები, არიან დამარცხებულები და ჩვენთვის, ვინც холодღიურად ვადევნებთ თვალს ისრაელის პოლიტიკას, არის მნიშვნელოვანი ადამიანური ისტორიები და საინტერესო პოლიტიკური ამბები. მაგრამ ვფიქრობ, რომ უცხოეთში მყოფი მაყურებლებისთვის მთავარი სათაური ასეთია. ეს ისრაელის მემარცხენეების ძალის დემონსტრაცია. Democratები, როგორც შენახსენე ბენიტა, პარტია რომელიც ძირითადად ლეიბორისტული პარტიის და მერცის პარტიის გაერთიანებით შეიქმნა, მაგრამ მთლიანობა უფრო დიდია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. ეს არის პარტია, რომელსაც ჩვენი უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი მოძმე ებრაულენოვანი არხისთვის, მომავალ ისრაელის ქნესეთში შესაძლოა 11 მანდატი ჰქონდეს, რაც სხვა გამოკითხვებსაც ემთხვევა. და ბენიტა ეს ძალიან ძლიერი შედეგია იმ პარტიისთვის, რომელიც ბოლოს ჩატარებულ არჩევნებში რომ გავამარტივოთ, დაახლოებით 8 მანდატს მიიღებდა. ერთმა პარტიამ ბარიერი ძლივს ვერ გადალახა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გაუმჯობესებული პოზიციაა და რატომ? ძირითადად იმის გამო, რომ პარტიის სათავეში დგას იაირ გოლანი, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, რომელსაც ჩვენ ეკრანზე ვხედავთ. ის, ჩემი აზრით, ისრაელის საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის აღიქმება როგორც მებრძოლი ტიპის მემარცხენე პოპულისტი. ეს ნამდვილად პასუხობს იმას, რასაც ისრაელის მემარცხენეების ნაწილი ითხოვს. საკუთარი მებრძოლი, რომელიც უპასუხებს იტამარ ბენ-გვირს, პოპულისტებს და ისრაელის მემარჯვენეებს, ვინმე, ვინც ნამდვილად დაუპირისპირდება მეორე მხარეს. ყოველგვარი შეზღუდვების და ბოდიშის გარეშე. იაირ გოლანი უნდა აღნიშნოთ, რომ 7 ოქტომბერს ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი 7 ოქტომბერს საკუთარი ინიციატივით ჩავიდა ღაზის მოსაზღვრე კიბუცებში და ბრძოლა დაიწყო. და ცხადია, ეს მას დიდ ავტორიტეტს სცემს ისრაელის პოლიტიკურ სპექტრში. მაგრამ სწორედ მისი საკამათო, აგრესიული და პოპულისტური განცხადებებია, რომლებმაც ისრაელის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მის მიმართ სიმპათია გააჩინა. ისრაელის მემარცხენეებში ადამიანები, რომლებსაც ესეთი გზავნილი სურთ. ცხადია, ისრაელის საზოგადოებაში დიდი ნაწილი არსებობს, ვისაც ასეთი გზავნილი არ სურს, მემარჯვენეებში. და არც უმნიშვნელოა ბენიტა ცენტრისტულ მემარცხენეებში, რომლებსაც იაირ გოლანი დიდად არ მოსწონთ, მაგრამ ის თავის პოტენციურ ამომრჩეველზე და ბაზაზე მუშაობს. ესევე ახსენე ბენიტა, რომ ეს ისრაელში ერთადერთი პარტიაა, რომელიც პრაიმერიზებს ატარებს. ლიკუდის პარტიის პრაიმერიზები შეიძლება ჩატარდეს, შეიძლება არა. ამჟამად დაგეგმილია მათი ჩატარება, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ სურს მათი ჩატარება. ასე რომ არსებობს განცდა, რომ ასეთი ტიპის პრაიმერიზები ნელ-ნელა ქრება. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პარტიისთვის ნამდვილი წარმატებაა, რომელმაც ეს ძალის დემონსტრაცია დაქცია. 97,000-მა დარეგისტრირებულმა ადამიანმა მივიდა და მისცა ხმა. იცით, ეს პატარა რიცხვი არ არის 10 მილიონიან ქვეყანაში. საინტერესოა ისიც, რომ ყველა ტელევიზიას არ მისცეს ნება გაეშუქებინა ეს კონკრეტული მოვლენა. მართალია, მე-12 არხი, არა 12 ბოდიში, მე-14 არხი, რომელიც ისრაელში მემარჯვენე მედიად ითვლება, დემოკრატებმა არ დაუშვეს ამ ღონისძიების გაშუქებაზე. კლასიკური ისტორია ლიბერალური ბანაკიდან, რომელიც საკუთარ თავს ლიბერალურად მიიჩნევს. შეუძლია თუ არა მას იბრძოლოს არალიბერალიზმის წინააღმდეგ. უნდა ებრძოლოს არალიბერალიზმს არალიბერალური მეთოდებით. თუ მეორე მხარეს უსამართლოდ და წესების გარეშე მოქმედებად მიიჩნევს, თავადაც უნდა დაარღვიოს თავისი წესები და ბრძოლა დაიწყოს. სწორედ ეს იყო აქ მთავარი კითხვა. ეს არის საკითხი, რომელიც დემოკრატიებში მთელ მსოფლიოში დგას. განსაკუთრებით მათთვის, ვინც საკუთარ თავს ლიბერალური ბანაკის ნაწილად მიიჩნევს. საინტერესო საკითხია, რომელიც უახლოეს თვეებში უდავოდ უფრო დეტალურად განიხილება. თქვენ ბენიამინ ნეთანიაჰუ ახსენეთ, ის გმობს საშინელ კომენტარებს, რომელიც ერთ-ერთმა რაბინმა რელიგიური ჯარისკაცების შესახებ დააკეთა. მოგვიყევით ამ კომენტარების შესახებ და ხომ არ დადგა დრო, რომ პრემიერ-მინისტრმა თავი დააშოროს ესეთ აღმაშფოთებელ კომენტარებს ძალიან ემოციურ საკითხზე. კიბენიტა ეს მნიშვნელოვანი რაბინია, ლიტვური ულტრა-ორთოდოქსული სექტის ხელმძღვანელი, რომელიც ისრაელის ჰარედუნის საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოადგენს, რომელმაც თქვა. და მან გააკრიტიკა როგორც რელიგიური სიონისტური სექტორი, ასევე არმია, როცა თქვა, რომ არმიაში მყოფი რელიგიური სიონისტური სექტორის ბევრი წარმომადგენელი, ბენიტა, სინამდვილეში არ იცავს ქვეყანას, როცა ფორმაში არიან. ისინი ქვეყნის ღირსებისთვის მოქმედებენ და ფაქტობრივად მკვლელობას ჩადიან. ეს საშინელი განცხადება ისრაელის ჯარისკაცებზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ. რა თქმა უნდა, დაგმო ეს განცხადება
მაგრამ ბენიტა, ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მხარდამჭერები შეიძლება ამტკიცებდნენ, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა ნეთანიაჰუსთვის, რომ დისტანცირდეს ულტრაორთოდოქსებისგან. მას შემდეგ რაც გასულ კვირას მათთვის მნიშვნელოვანი იმდენი კანონი მიიღეს, მაგრამ ეს კანონები ბევრად ნაკლებად პოპულარულია ისრაელის საზოგადოების ფართო ფენებში. მაგრამ ბენიტა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო ინტერპრეტაციაა. ეს ნეთანიაჰუსთვის ძალიან საშიში საკითხია. ულტრაორთოდოქსების საკითხი სამხედრო ძალებში. როგორც თქვენ იცით და როგორც ჩვენი მაყურებლების უმეტესობა მიცის, კონტექსტი ასეთია. უმეტესობა ულტრაორთოდოქსი მამაკაცებისა არ მსახურობს ისრაელის სამხედრო ძალებში. და საზოგადოება მათ აღიქვამს მუქთამჭამელებად, რომლებიც სარგებლობენ სამხედრო დაცვის სარგებელით, თუმცა თავად არ მსახურობენ და ამ შემთხვევაში ფაქტობრივად მათ გაკიცხავენ. ეს მათთვის ძალიან არაპოპულარულ განცხადებად აქცევს ამას. ისინი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან არიან დაკავშირებულნი და მისი კოალიციის ნაწილია. ყოველ ჯერზე როცა ესეთი საკითხი წამოიწევს, განსაკუთრებით ამგვარად ეს ნეთანიაჰუსთვის ცუდ საინფორმაციო ფონს ქმნის. ეს კონკრეტული საკითხი გაქრება და შეიძლება არჩევნების დღემდე დავიწყებულიც კი იყოს. მაგრამ მსგავსი საკითხები კამპანიის განმავლობაში კვლავ წამოიწევს და ოპოზიციას ბევრ მასალას მისცემს, როცა ისინი ნეთანიაჰუს ამ საკითხზე გამოწვევას შეეცდებიან, რაც ისრაელის მემარჯვენეებისთვის გამყოფი თემაა. და გვიხმარება ამ ყველა საკითხის, მათ შორის გამყოფი თემების გაანალიზებაში, უფროსი კორესპონდენტი უენ ალტმანი. დიდი მადლობა.